მითხარით რა თემა გინდათ? ლა ლიგა თუ მსოფლიო 22? რომელიც წამყვანს უნდა ისწროს. სადაც ფორვარდია? მეკარეს ტრავმა აქვს რა. მეკარეს ტრავმა აქვს, ცალი ხელით ცდილობს ის ბურთის აღებას. ზევიდან დაარეკავენ და დატოვებენ. ხო, თუ კი გეტყვით რომ მის სანაცვლოდ პრემიერ ლიგულმა გუნდმა 80 მილიონი გადაიხადა. ტიპი. ეხო. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ ბურთაობას ეტან და სპორტის ეთერში ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება და გადამწყვეტი თამაში არის ამ ჯგუფში, სადაც გაბრიელ ბერაძემ და ირაკლი იმედაძემ უკვე გაინახეს ჯგუფიდან გასვლა და პირველი ადგილი მათ 7 ქულა აქვთ. ილია ნანობაშვილი და გიორგი ციხისთავი დაგვემშვიდობდნენ, მათ მხოლოდ 3 ქულა აქვთ და ამ თამაში გადაწყდება თუ ვინ გავა ჯგუფში მეორე ადგილზე. ნიკა ქევხიშვილი და გიორგი მელქაძე 3 ქულით არიან, სანდროლო საბერიძესა და გიორგი ბაქრაძეს კი მხოლოდ 1 ქულა აქვთ და თუ ჯგუფიდან გასვლა უნდათ, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება აწყობთ. მე კი შეგახსენებთ, რომ როგორც ამ გადაცემის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის მხარდამჭერია Coca-Cola. ფინალის დღეს 19 ივლისს თითოეულ თქვენგანს ევროპაში საუკეთესო ავტომობილად აღიარებული Kia EV6-ის და სხვა პრიზების მოგების შანსი გექნებათ. ამისათვის საჭიროა გადმოწეროთ Coca-Cola Reward Georgia-ს აპლიკაცია და შეიყვანოთ 10 ნიშნა კოდი, რომელსაც Coca-Cola კლასიკის, ზეროს, Fanta ფორთოხლის ან Fanta ბროწეულის ყვითელი თავსახურების ქვეშ ნახავთ. ყოველი შეყვანილი კოდი გათამაშების ერთი ბილეთი იქნება, რომელიც 19 ივლისს ავტომობილ Kia EV6-ის და სხვა პრიზების მოგების შანსს გაძლევთ. მეგობრებო, თქვენ კი შეგახსენებთ, რომ თუ კი ბურთაობის გამარჯვებულები გახდებით, გაემგზავრებით ევროპის სუპერთასზე, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ასტონ ვილას დაუპირისპირდება. აბა როგორი განწყობა არის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშის წინ? აცაბული, მაგრამ კარგი მაინც. საბრძოლოც და მეგობრულიც. თამაშის ერთეული გაიმარჯვებს. ერთეული გავა. კარგით, მეგობრებო, ეხლა თამაშის წესები ვნახოთ ერთად, როგორია შევახსენოთ მაყურებელს, თქვენ შეგახსენებთ და შემდეგ უკვე დავიწყოთ პირველი ტაიმი. ბურთაობა ფეხბურთის უმთავრეს პრინციპზე დგას. გამარჯვებისთვის საჭიროა მეტოქეზე მეტი გოლი გაიტანო. გუნდში ერთი მოთამაშე აკონტროლებს მეკარეს და ნახევარდაცვას, მეორე კი დაცვას და შეტევას. თამაში გოლის გასატანად საჭიროა კითხვებზე სწორი პასუხების გაცემა. თამაში შედგება 2 ტაიმისგან. ტაიმში თითოეულ გუნდს 4-4 შეტევა აქვთ. ბურთაობის პირველ შეტევას მეკარე იწყებს, რომელიც მარტივ კითხვაზე პასუხით ბურთს მცველს გადასცემს. მცველს 2 არჩევანი აქვს: უპასუხოს რთულ შეკითხვას და პასი გაუკეთოს ფორვარდს, ან უპასუხოს საშუალო სირთულის შეკითხვას და ბურთი გადასცეს ნახევარმცველს. ნახევარმცველს 2 არჩევანი აქვს: დასწრებაზე საშუალო შეკითხვით პასი გაუკეთოს ფორვარდს, ან დასწრებაზე 2 რთულ შეკითხვას უპასუხოს, წარმატებული დრიბლინგი განახორციელოს და გოლი გაიტანოს. ფორვარდს 1 არჩევანი აქვს: დასწრებაზე უპასუხოს სწორად შეკითხვას და გოლი გაიტანოს. ყველა მოქმედებისას თუ დამცველმა გუნდმა სწორად უპასუხა შეკითხვას, ეს ნიშნავს, რომ წარმატებულად ჩაჭრა იერიში და შეტევის პოზიცია გაიუმჯობესა. ორივე გუნდს ყავს სათადარიგოთა სკამი, ანუ აქვს დახმარებები. თამაში სულ 5 დახმარება არსებობს და თითოეულ გუნდს მხოლოდ 3-ის გამოყენება შეუძლია. თამაშის პოტენციურმა მასპინძლებმა ნიკა ქევხიშვილმა და გიორგი მელქაძემ ბურთი დაუთმეს მეტოქეს და პირველ ტაიმში შეტევას დაიწყებენ სანდრო და გიორგი. როგორც ვიცით, თამაში იწყება კარიდან, თუ შეიძლება ბურთი გადავიტანოთ კართან და მეკარემ უნდა უპასუხოს მარტივ შეკითხვას იმისათვის, რომ ცველამდე აიტანოს ბურთი. თითო ტაიმში გვაქვს 8 შეტევა, თითო გუნდს აქვს 4-4 შეტევა და გაქვთ 5-5 დახმარება. გახსოვდეთ ეს 5 დახმარებიდან მხოლოდ 3-ის გამოყენება შეგიძლიათ ოღონდ. იგივე ის. მოდი. პირველი თემები ჩამოვთვლი. პირველი ტაიმის თემებია. გერმანიის ბუნდესლიგა, სოფლიო 2026, ევროტურნირები, პრემიერლიგელები, აზიური თემა, მე-20 საუკუნის მსოფლიოები, სერია A და ყველაფერი მაინტერესებს. აბა, რა თემაზე დავიწყებთ პირველ შეტევას? თემა არ ვიცი, მაგრამ სწრაფ შეტევით დავიწყებ და ამ თემაზე გადავიტანოთ ცენტრში ბურთი და მითხარით ახლა თემა. გერმანიის ბუნდესლიგა საუბრობთ. გერმანიის ბუნდესლიგა სწრაფი შეტევა. მიხულეთ საქმე. ბუნდესლიგა. უშინ მაგიდრებიდან. ხეხო საყვარელი თემა. ზოგადად ჩემი ძლიერად ვთქვა. გერმანელები არიან. პირველი მოყოლებული ჩემი საყვარელი მიმართულებით. დასწრებაზეა თამაში. აქ დასწრებაზეა თამაში და პირველი ხეხოს ერთად ეთამაშებით სანდრო და გიორგი. ამ ნახევარმცველის უდიდესი დამსახურებაა 2017 წელს გერმანიამ რომ კონფედერაციის თასი მოიგო. მან ტურნირზე იულიან დრაქსლერი.
არ არის სწორი პასუხი. ხოლმე მოდი. ვაგრძელებ შეკითხვას. მან ტურნირზე 3 გოლი გაიტანა. ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია, მაგრამ ჩვენ მას პროფესიონალ რვიანად ვიცნობთ. MVP-ზე წავიდა. 5 4 3 2 1 პასუხი. გორეცკა. სწორია, ლეონ გორეცკა. გორეცკა. სწორია, პირველი შეტევა თამაშის და პირველი ცოტა უხერხულია. გოლეცკას მაიკი. ჯوار ბრეკლეს ხო კარგი ტურნირი ქონდა იქ. ხო, კაპიტანი იყო და მაგრამ ორი ერთზე შეტევა წარმატებით დაიწყო სანდრომ და გიორგიმ. ნახოთ, ისინი შეძლებენ თუ არა დაცვას გასცნენ, ამ შემთხვევაში გიორგის დაუპირისპირდებიან. შემდეგი შეკითხვა. ბუნდესლიგის ისტორიაში ტოპ 10 ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელთა შორის 2 აქტიური ფეხბურთელია. დამისახელეთ ორივე, თუ კი გეტყვით, რომ ორივე მათგანი მეკარის პოზიციაზეა. მოდი იყოს ნოიერი და ბაუმანი. სწორია, ნოიერი და ბაუმანი გასია არიან. მქონდა დააჭირები. დიდებულია და მეგობრებო, მეკარესთან ორი ერთზე არიან. თამაში დაწყებულია სულ რაღაც 5 წუთია და ნახოთ შეძლებენ თუ არა ისინი ანგარიშის გახსნას და სვამ მესამე შეკითხვას, გადამწყვეტ შეკითხვას. დამისახელეთ ფრაიბურგის ისტორიაში ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი გოლის ავტორი ფეხბურთელი. თუ კი გეტყვით, რომ მან ბოლო სეზონში შეძლო სტოპ. ვინჩენცო გრიფო. ვინჩენცო გრიფო და ანგარიში 1-0 ხდება, მეგობრებო, სწრაფმა შეტევა. დაამართლა ბურთი, ნახოთ როგორ შედის კარში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ თამაშში ხდება. ნამდვილი ბურთაობა აქ არის ხოლმე. 1-0. გუშინდელი თამაშია ზუსტად. კარიდან იწყებთ. ნიკა და გიორგი თამაშს და აირჩიეთ თემა. მოილაპარაკეთ დაგესიამოვნება და თუ რომელი დახმარება გინდათ, ეგეც მით. დახმარება გვინდა შტორმი ხო შეგვიძლია? რა თქმა უნდა, შტორმი, იმიტომ რომ აგებ შეგიძლია. სერიაზე ავიღოთ. 2-2. სერიაზე შტორმი. ამ ფეხბურთელის მშობლების და დედით სპორტსმენები არიან. ბუფონი. პირველი შეტევა ჩაშლილია, მეგობრებო, ძალიან მარტივად ჩაიშალა. გადავდოთ. დავიწყოთ მეორე. ლანკასტერში დაბადებული ეს ფეხბურთელი ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. სკოტ მაკტომინი. სკოტ მაკტომინეი, სწორია მეგობრებო. სწორია მეგობრებო, გადავიდეთ შემდეგზე. აი, 2-2. დამისახელეთ 2025-26 წლების სერია A სეზონში მონაწილე ერთადერთი საფეხბურთო კლუბი, გასულ სეზონს გულისხმობ, რომელსაც სპორტული ბრენდი Nike მოსავს. ინტერი. სწორია ინტერი და ჩაიჭრა მეგობრებო სწრაფი შეტევა. კაცო რა სწრაფი შეტევა უკაცრავად. შტურმი მეტოქის კართან არაფერი არ გამოვიდა გუნდს. ორი შეტევა ჩაფლავდა და ბურთი კვლავ სანდროს და გიორგის აქვს, რომლებიც ამ თამაშში წინ არიან ანგარიში 1-0 იგებენ. მოდი იყოს ევროტურნირები და ავალ შეტევაში. დახმარება შეგვიძლია ახლა? დახმარება შეგიძლიათ ორი ერთზე თამაში. პრესინგი. თუ გინდათ. მოიგოთ. არ იყენებთ ხო? ავიღებთ კი. იყენებთ? კი. ამ შემთხვევაში ორი ერთზე ეთამაშებით სანდროს. ანუ დასწრებაზეა ახლა უკვე, ხო? დასწრებაზეა თამაში. ხო. ლიონელ მესის მრავალი რეკორდი ეკუთვნის. მათ შორის ზედიზედ 18 ჩემპიონთა ლიგურ სეზონში გოლი აქვს გატანილი. მაგრამ თქვენ უნდა დამისახელოთ, ვისთან იზიარებს არგენტინელი ამ მიღწევას. მეორე ფეხბურთელიც არსებობს, რომელსაც 18 სეზონში აქვს ჩემპიონთა ლიგურში გოლი გატანილი. ზედიზედ. შეგიძლიათ მოიფიქროთ? ვაუ. ხო არა? 5 4 კრისტიანი. კრისტიანო არ არის სწორი, სანდრო? ბენზემა. კარიმ ბენზემა და 1-1-ზე არის.
1-1-ზე არის ქევხოსთან და თემა იგივეა მეგობრებო და სვამ შეკითხვას. არის თქო, ყველაფერი არ მახსენდება. მითხარით, ვინ იყო პირველი ზიმბაბველი ინგლისში? თუ გეტყვით იმას, რომ ლივერპულთან ერთად აუ, ლივერპულთან ერთად. ბოლონდაში ვიცი. წესით ვიცი. просто ბენჯანი. ვირამე? ბენჯანი თქო. არ არის სწორი პასუხი. გავაგზავნებ შეკითხვას. ლივერპულთან ერთად რომში მოგებულ ჩემპიონთა თასამდე ეს კაცი როდეზიის სამოქალაქო ომში მონაწილეობდა. მოშეკითხვა? კი. ბრუს გრობელარი. და 2-0 ხდება მეგობრებო ანგარიში. 2-0 ხდება ანგარიში და ძიმე მდგომარეობაში არის ნიკას და გიორგის გუნდი. შეგახსენებთ რომ მეგობრებო თქვენ ფრედს გაძლევთ ხელს იმისათვის რომ ჯგუფიდან გახვიდეთ, ამიტომ 2 გოლით საკმარისია. აი, შეიძლება დავიწყებთ პრემიერ ლიგები. პრემიერ ლიგა მეკარიდან პასი. მე მარტო მეკარიდან პასი შემიძლია მცველზე, ხო? კი, ხო? დავაპრესინგ. პრესავთ, რაც ახლა რას ნიშნავს? პრესინგი ნიშნავს იმას, რომ ნიკა 2-1-ზე ეთამაშება სანდროს და გიორგის. თუ ნიკამ სწორად გასცა პასუხი, 1-1-ზე გაიყვანს თავის ფეხბურთელს, ფორვარდს, ხოლო თუ სანდრომ და გიორგიმ უპასუხეს, მაშინ თავად იქნებიან 1-1-ზე, იმიტომ რომ გააპრესინგეს, შესაბამისად იქვე წაართვეს ბურთი და ვნახოთ. კრიშტიანოს წასვლის შემდეგ არასრული 3 სეზონით იუნაიტედის 7-იანი ოუენი. მაიკ ოუენი მეგობრებო და 1-1-ზე პრესინგი არ გაამართლა, 1-1-ზე არის. წამები. ნიკას და გიორგის გუნდი ვეღარ გამოვიყენე, ხო ველარ? გააქვთ ერთი დახმარება, პოზიციებს თუ შეიცვლით, შენ იქნები. შევცვლი. გიორგი ქევხოს წინააღმდეგ დასწრებაზეა. მითხარით ერთადერთი გუნდი, რომელმაც პრემიერ ლიგის გასულ სეზონში, ეხლა რომელიც დასრულდა იმ სეზონში, ათეულში მოხვედრა ბურთების უარყოფითი ბალანსით. მოდი ვწდი სანდერლენდს. სწორია, ბრწყინვალე სეივი გიორგის შესრულებით და ბურთი თქვენია მეგობრებო. ხო, გან სოფლიო 2026 იყოს რა. ნახორწილზე გადავიდან ბურთს. ბენჟამინ პავარი რო ამ სოფლიოზე საფრანგეთის ნაკრებში არ არის, ამ 23 წლის ფეხბურთელის დამსახურებაა. მის კლუბს კარგი სეზონი არ ჰქონდა, მაგრამ ახალი მწვრთნელიც მომავალ სეზონს იმედიანად უყურებს. მალო გუსტო, სწორია. ნახევარდაცვაში არის ბურთი. და ეხლა ნახევარმცველმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ანუ გიორგიმ რა უნდა, დრიბლინგი, ანუ 2 თულს შეკითხვას დასწრებაზე უპასუხოს თუ პასი ფორვარდზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დასწრებაზე მცველს, ანუ ნიკას დაუპირისპირდება. პრობლემები. კი ბატონო, დასწრებაზეა ქევხო versus გიორგი. საშუალო ხო? საშუალო სირთულეა. ჰაჯიმე მორიასუსთვის სოფლიოზე ამ ფეხბურთელის გარეშე გამგზავრება დიდი დარტყმაა. გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. ამ შემტევზე იმის თქმა შეგვიძლია, რომ პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო გოლი 3-ჯერ აქვს გატანილი. ვის ბიჭო? 5, 4, 3, 2, 1 პასუხი არ არის? მე შემიძლია პასუხი? არა. ხევხო 5 მიტომა. აურო მიტომა რა თქმა უნდა, აურო მიტომა, რომელიც სამწუხაროდ იაპონიის ნაკრებს დააკლდება. ამ სოფლიოზე იაპონიაზე ვფიქრობდით, მაგრამ წინვალე ჩაჭრა განახორციელა. ხევხომ და ნახევარდაცვაშია ბურთი. პატარა პასი იყოს ფორვარდთან. კი ბატონო, გადავაგოროთ ფორვარდთან ბურთი მაშინ და გიორგი პირისპირდა სანდროს, ოღონდ თემა მითხარით. მე-20 საუკუნის სოფლიო იყოს. გამიჭირდება. რა არის თემა? მე-20 საუკუნის კი სოფლიო. ბატონო. 1962 წლის მსოფლიოზე ლევ იაშინმა საშინლად იასპარეზა. ჯგუფურ ეტაპზე მის რამდენიმე უხე შეცდომას გოლი მოჰყვა. მეოთხედფინალში ლეგენდარული მეკარის ნაცვლად ჩვენთვის ნაცნობ ამ მოთამაშეს უნდა ეასპარეზა. კავაზაშვილი. არ არის სწორი პასუხი. ვაგრძელებ შეკითხვას, სიჩუმე. თუმცა როგორც ამბობენ, საბჭოთა კავშირის თავკაცს ზემოდან იაშინის ძირითადში დატოვება უბრძანეს. შედეგად საბჭოთა კავშირმა ჩილესთან შორეული დარტყმიდან გაშვებული გოლით წააგო.
რომელიც როგორც ამბობენ იაშინის ბრალი იყო. მე თავად არ მინახავს ეს გოლი და ვერაფერს გეტყვით. ანუ ეს უნდა იყოს ესეც სერგო კოტრიკაძე. სერგო კოტრიკაძეა. ნახევარდაცვაში ბრუნდება ისევ ვარიანტი იყო ბიჭო რა ვიცი. ნახევარდაცვაში დავაბრუნეთ ბურთი მეგობრებო. ტაიმის ბოლო შეტევა. შენი შეტევა. თქვენთვის ტაიმის ბოლო შეტევა მეგობრებო. ნახევარდაცვიდან ვართ ეხლა და მოკლებას. მოდი აზიურს ავირჩევ. აზიური და რას აიღებთ? მოკლեպასი. კი ბატონო. დაასახელეთ ერთადერთი ნაკრები, რომლის წინააღმდეგაც ჩრდილოეთ კორეას მსოფლიო ჩემპიონატზე ორჯერ უთამაშია. ხუთი? ოთხი? ბრაზილია. არ არის სწორი? ვაგრძელებ შეკითხვას. ორჯერ უთამაშია. გეტყვით რომ ჯამში 12 ბურთი გაუშვეს, თავად კი 3 გაიტანეს. პორტუგალი. პორტუგალია სწორია, ისევ ბურთი ჩება ნახევარდაცვაში და 45 წუთზე ბოლო შეტევა აქვს გიორგის და ნიკას და ვნახოთ შეძლებენ თუ არა პირველ ტაიმში მაინც ერთი ბურთის გაკვითვას. მოკლեպასი. პასი კი პასი. ასე და ბოლო თემა არის ყველაფერზე. 2004 წლის ევროზე ლატვიის მოხვედრა მეტწილად მარიანს პაჰარსის დამსახურებად. ფუფ და მისი ასისტენტი იყო რედორეუც ძუძუაშვილი, თუ გამოვიცანი კითხვა. არ არის სწორი? ვაგრძელებ შეკითხვას. 2004 წლის ევროზე ლატვიის მოხვედრა მეტწილად მარიანს პაჰარსის დამსახურებაა, რომელიც 7 წლის განმავლობაში ჯეიმს ბიტისთან ერთად უტევდა ამ ინგლისური კლუბის ფორმით. საუთჰემპტონი და ტაიმის ბოლოს შანსი ნიკუშას რო გაიტანოს გოლი. ანუ შეიძლება გამახსენდები. შანსი ნიკას რო გაიტანოს გოლი, ბურთი თუ შეიძლება მოვათავსოთ. მეკარის საჯარიმოში და ვნახოთ საჯარიმოს მისადგომებთან, კი, სადაც ფორვარდია. ერთი მეკარის ტრავმა აქვს რა. მეკარის ტრავმა აქვს, ცალი ხელით ცდილობს ის ბურთის აღებას. ლევიდან დარეკავენ აქ და დატოვებენ ახლა. ხო, დაცვა შევახსენებ, რომ ვარდნის გაკეთება შეუძლია. რა არის ვარდნა? ვარდნა ეს არის, მეგობრებო, თუ შეკითხვას უპასუხებთ, ერთად დასწრების გარეშე თუ სწორები ხართ. წარმატებული იქნება ვარდნა და ბურთი თქვენია და ტაიმი ამით დასრულდება. თუ არასწორად უპასუხებთ, ქეხოს ექნება შანსი, რომ სწორად უპასუხოს და ეგრევე გოლი გაიტანოს და თუ მანაც არასწორად უპასუხოთ, ერთ-ერთ მეტრიანი გაიტანოს. ისე დამჩნებულმა ითამაშა და. რას ირჩევთ? კაი, მიდი ითამაში. ვითამაშე მაშინ. მოიცადეთ წამი. ხო, მიდი. სანდროს ვარდნა უნდა და გავაკეთებთ მაშინ. არა, არ მინდოდა. მიდი ითამაში. კაი, ვითამაშე. თამაშობთ? კაი, ვითამაშე. გაიტანა რა უცილებლად. ამ ირლანდიელ მარცხენა მცველს, რომელმაც მოკლე კარიერის დროს ლივერპულთან ერთად ინგლისის ჩემპიონობა მაინც მოასწრო, ხმით უფრო იცნობენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც Pro Evolution Soccer-ში ჯონ ჩემპიონთან ერთად აკომენტარებდა მატჩებს. ხუთი, მინა. 4, დერიკ რეი. მამაღლა თქვენ. დერიკ რეი. არ არის. სწორი პასუხი და ტაიმი ამით დასრულდა მეგობრებო. ჯიმ ბეგლინი იყო. ვიცოდი. ჯიმ ბეგლინი. კიდე რა გამ. მეგობრებო, ვიწყებთ მეორე ტაიმს. ბურთაობის ანგარიში არის 2-0. სანდრო და გიორგი ჯერჯერობით ამარცხებენ ნიკას და გიორგის. ოღონდ შეგახსენებთ, რომ 2 გოლი ყოფნის გიორგის და ქეხოს გუნდს გამომდინარე იქიდან, რომ მათ ფრედს აწყობთ ჯგუფიდან გასასვლელად. მეორე ტაიმს იწყებს ნიკა და გიორგი. თუ შეიძლება მეგობრებო ბურთი და გამოაჩინოთ თემები მეორე ტაიმის თემებია. ლა ლიგა ყველაფერი მაინტერესებს. მსოფლიო 2022 ამ მსოფლიოს ნაკრებები და მოთამაშეები, სეხნიები სხვადასხვა კონტინენტიდან, აფრიკული თემა, მსოფლიოს რეკორდები და სტატისტიკა და გამოიცანით კლუბი. გამოიცანი კლუბი. ჩვენი კაზანი. ჩვენ არ ვუწყეთ? არა, ისინი იწყებენ? უიღო. უკვე კინკლაუვა და შეხლა შემოხლა მოედანზე ჯერ საჭს არც მინუცია სტარტი მეორე ტაიმისთვის და აი ესე. რას ირჩევთ და მეკარე აძლევს პასს ცელს. გამოიცანი კლუბი. გამოიცანით კლუბი. დაასახელეთ ეს კლუბი. სადაც სამივე ქვემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელს უთამაშია. შოთა არველაძე, დანილო, პოლ გესკოინი.
5 Rangers. რა თქვი? Rangers. სწორია. ხმამაღლა უპასუხებთ ხოლმე მეგობრებო, ისე პასუხობთ გონია რომ რაღაცა ვალიმოთ. ცოტა დავიცები. განიზობი არის. გამიშულობა აქვს გასქოინი და იმით რომ გახვიდე არ ველად რამდენი გუნდი იცი. რო გასქოინს ვერ ემთხვეოდეს. კერხო, ეხლა შენ გაქვს ორი არჩევანი. ან რთულს შეკითხვას უპასუხო და გრძელი პასი გადაიტანო ფორვარდზე, ან მარტივი შეკითხვით გააგრძელო. საშუალო სირთულის. არც ერთი დასწრებაზე არ არის. არც ერთი არ არის დასწრებაზე. რომელი ვქეთ? რომელიც გინდა ვიცი. ადვილი რა ვიცი. თუ დასწრებაზე არ არის მარტო. აი იყოს რთული ფორვარდზე. გადავიტანოთ. შეგიძლიათ ფლანგზე მისე ხოლმე. შეიძლება ეგ არ ამართლებს და ფლანგის საკითხი ვინგერს და უკეთესი შედეგი იყოს. არ გვინდა მაშინ. დადები იქეთ 7 ნომერზე დადები. ყვარავუტებს. სვამ შეკითხვას. აუ იქ თქვი. დაასახელეთ კლუბის, სადაც სამივე ქვემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელს უთამაშია. დენი ინგსი, მარუან შამახი, ალექს სონგი. აა 5 4 3 2 1 0 პასუხი. ასტონ ვილა. არ არის სწორი. არ არის სწორი. თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ ეხლა ნახევარმცველ შეუძლია უპასუხოს გიორგი. აა თუ არა გიორგი. 5 4 3 2 1 რთული არა. ვიზა ვესტჰემი ა. რას პასუხობ? ვესტჰემი. ვესტჰემის სწორი პასუხია მეგობრებო. ჩემი კაი. ვესტჰემის სწორი პასუხია და 1-1-ზეა გიორგი. გავარტყი ბოდიში თო. ანუ ხასად გადადი. 1-1-ზე, 1-1-ზე. ან ბარბერი უნდა მეთქვა. 1-1-ზე კონტრიერის დაიჭირა აქ ჩაო. და თემა აირჩიეთ. ახლა მე ვარ. მოდი იყოს ამ სოფლიოს ნაკრებები და მოთამაშეები, არ ვიცი რა. იყოს. 2026 წლის მსოფლიომდე ამ ნაკრებს მუნდიალზე ორჯერ უასპარეზია და 6 თამაშიდან ჯერ სტოპ. ორჯერ. ეგვიპტე? არ არის სწორი. ახ. მაინც ნახოთ მეკარე უპასუხებს თუ არა, ამას მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ არ ვიცი. ბურთი და ორჯერ მახსოვდა რა თამაშს თამაშიდან თუ მეკარე. ეგაა მნიშვნელოვანი. სიჩუმე, კითხავს ვაგზავნა. 6ჯერ უთამაშია და ჯერ არც ერთი მოუგია. 3 ფრი აქვს და 3 მარცხი. სოფლიო პირველობაზე ისტორიული პირველი გოლი ინგლისში დაბადებულმა სტივ სამნერმა გაიტანა. დამატებით გეტყვით, ბოლოს როცა სოფლიოზე ითამაშეს, იმ ჯგუფიდან ამ ტურნირზე მხოლოდ პარაგვაი ასპარეზობს. ანუ რა ჯგუფშიც იყო, იმ ჯგუფიდან ამ სოფლიოზე მხოლოდ პარაგვაია. ნუ თვითონაც არიან. შელობა არ შეგვილია, ხო? არი? შელობა არ შეგვილია. არა. მარტო უნდა უპასუხოს. ვიჩქარი რა. 5 4 3 2 1 არ ვიცი რა. თქვენი ნაკრები ახალი შეიძლება. იტალია ჩატოვა ახალმა ზელანდიამ მაშინ ჯგუფში, იმიტომ რომ ფრედე თამაშა თვითონაც ჩარჩა, მაგრამ იტალიას გაიყოლა. კარიდან განახდება თამაში მეგობრებო. კარიდან განახდება დარტყმა იყო 10 და კარს, როგორც ხედავთ, არ იყო მეკარის მოგერიება. და კარიდან მეკარე მარტივი პასით შეეცდება მცველამდე აიტანოს ბურთი და მეტყვის თემას, რომლითაც ის ამას შეეცდება. აფრიკული იყო. აფრიკული. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში 4-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა. არაერთ ევროპულ გრანჩი, მათ შორის არსენალში უასპარეზია და ყველგან მეტნაკლებად წარმატებული იყო. თუმცა ერთადერთი დიდი ტიტული ლა ლიგა აქვს მოგებული და ისიც კარიერის ბოლოს კატალონიური კამეოსას. კატალონიური კამეოს დროს? ჩაუ კაპე. ანუ 5 4 3 2 1 პასუხი. არ ვიცი ეს კანუტი. შეუძლია ერთმანეთში ნუ ლაპარაკობთ. ჩემი კაი. ხო ანუ ლაპარაკები გაქვთ და ისეთი არაფერი. შეგვიძლია ხო? ისეთი არც არაფერი მიგდოს. დავიბენი რაღაცნაირად. აფრიკელი არსენალი. რა ხდება? ერთად გამორთეთ ეს. ერთმანეთში რადგან ისაუბრეთ, ამ ბურთს თქვენ არ მოგცემთ. არ არსებობს ამ ბურთს არ მოგცემთ და ბურთი გადადის თქვენ მხარეს, თქვენი იმიდან. მეკარიდან დაიწყეთ თამაში.
მეგობრებო, შეტევას ჩამოგართმევთ შემდეგში საერთოდ თუ ისაუბრებთ. იმ დროს, როდესაც კითხვა სანამ არ დავასრულებ, ერთმანეთს ნულაპარაკობთ, ხოლო ბიჭო, არა, დამავიწყოთ კონტრშეტევაზე რო ქონდა საშუალება და თან არც არაფერი მithქვამს. არსენალი აფრიკა ვთქვი. მაინც არის ლაპარაკი. ხო, არა, გავიგე არც გეწინააღმდეგე. აირჩიეთ თემა. სოფლიოს რეკორდები და სტატისტიკა. სოფლიოს რეკორდები და სტატისტიკები მარტივი შეკითხვა. მითხარით ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც მოქმედი ჩემპიონი არ მონაწილეობდა. მოქმედი ჩემპიონი არ მონაწილეობდა? 1950. არ არის სწორი. არ არის სწორი. ამ ნახევარწოლს შეუძლია გიორგის ჩაჭრას ეს ბურთი და ერთ-ერთზე დატოვოს ხევხო ამ მნიშვნელოვან მომენტში. მითხარით ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც მოქმედი ჩემპიონი არ მონაწილეობდა. წელი უნდა ვთქვა, ხო? გუნდი, წელი 34 ურუგვაი რო. სწორია, 34-ის ურუგვაია, მეგობრებო. ნამდვილად. ჩაიჭრა ბურთი. ნერვი. ჩაიჭრა ბურთი. მეგობრებო, თემა აიჩიეთ. ამ ერთ-ერთზე არის ხევხო და აუცილებლად უნდა გაიტანოს გოლი, იმიტომ რომ 2 გოლი სჭირდებათ. აი, ყველაფერი მაინტერესებს. ყველაფერი მაინტერესებს. ხოლო გავცვლით ადგილებს რა. კი ბატონო, გაცვალეთ. თქვენი მესამე დახმარებაა ეს? ყველაფერი მაინტერესებს. ერთ-ერთზე ხევხო და სანდრო დაუპირისპირდებიან საშუალო სირთულის შეკითხვაზე. ამ ფეხბურთელის მამას გერმანიისთვის ევრო 2000-ზე ჰეტრიკი აქვს შესრულებული. ფრანცისკო კონსეისაოს. ფრანცისკო კონსეისაო და ეს ნახტომი მეგობრებო ნიშნავს იმას, რომ შემდეგ ეტაპზე გიორგი და სანდრო გადადიან, თუმცა თამაში მაინც ჩავამთავროთ. თამაში მაინც ჩასამთავრებელია და პრესტიჟის გოლი შეუძლიათ გაიტანონ ხევხოს და გიორგის. გადაახლეთ თამაში დაცვიდან ხართ, მითხარით რა თემას ირჩევთ? მოდი სეხნიები ჩავთოთ სხვადასხვა კონტინენტებიდან და გრძელპასს გავაკეთეთ. კი ბატონო, რთული სეხნიები. ორივე მათგანი მუნდიალზე შეუტევს. ერთს მესის მემკვიდრედ მიიჩნევენ 17 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონობის შემდგომ, იგი ზაფხულში კვლავ დიდ სანაკრებო ტიტულსაც უმიზნებს. მეორე მისი აფრიკელი სეხნიაა, რომელზეც სამშობლოში უდიდეს იმედებს ამყარებენ. ცოტა ხომ არ არის 22 წლის ასაკში მონაკოს რიგებში ჩატარებული 60-ზე მეტი მატჩი. აქ შეუძლია გიორგის უპასუხოს, თუ აქ პასუხი ერთ-ერთზე დატოვებს ხევხოს. არ გაქვთ არც ერთს, ბურთი გადავიტანოთ მეგობრებო, დაცვა განაახლებს. ფორტ უნდა გითხო, ხო? პასუხი იყო ლამინ იამალი და ლამინ კამარა. და თქვენი ბოლო შეტევა ამ ტურნირზე ბურთაობის პირველ ჩემპიონატზე, ეროვნულ ჩემპიონატზე მეგობრებო. ისე ბურთაობა ტარდება უკვე წლებია. კი, კი. ჩემს გონებაში. მითხარით რა თემა გინდათ? ლა ლიგა თუ მსოფლიო 22? აი, რომელიც წამყვანს უნდა ისედოს. მითხარით. რას ერჩევთ? ლა ლიგა. ლა ლიგა. ლა ლიგა და ხევხო, მოკლე პასი თუ გრძელი პასი? ფული შეკითხვა თუ საშუალო სირთულის შეკითხვა? მოკლე პასი. მოკლე პასი. საშუალო სირთულის შეკითხვა დასწრებაზე არ არის. მანუ ტრიგეროსი ამჟამად გრანადაში თამაშობს, მაგრამ დამისახელეთ გუნდი, სადაც 477 მატჩით გუნდის რეკორდსმენია. მანუ ტრიგეროსი. არა, ხო. მე მგონი ვილიარეალი. ვილიარეალი, სწორია, ავიტანოთ ნახევარდაცვაში ბურთი მეგობრებო. და გიორგი დრიბლინგი თუ პასი ფორვარდზე? პასი. პასი ფორვარდზე. დასწრებაზე ეთამაშები გიორგის ბურთი ისევ გადავაგოროთ. ფორვარდზე დამოიღო. თემა იგივეა, ლა ლიგა და ვსვამ შეკითხვას. დამისახელეთ ფეხბურთელი, რომელიც ბილბაოს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გასხვისებაა. რავი, ლაპორტი. ვინ? ლაპორტი. არ არის სწორი. გავაგრძელებ შეკითხვას. თუ კი გეტყვით, რომ მის სანაცვლოდ პრემიერ ლიგულმა გუნდმა 80 მილიონი გადაიხადა. მარტივი. ეხო. აუ, წერენ ლა ლიგა მე ხოჭი. სიჩუმე. 5 4 3 2
1 არ ვიცი არა. თქვი? 1 κλუბი. არ მაქვს ვერსია, ერთი კლუბი უნდა ფეხბურთელი, თქვა. არ გაქვს ვერსია. კი ბატონო, კეპა არის აბალაგა იყო ეს მეგობრებო ეს ფეხბურთელი. კეპა იყო ეს ფეხბურთელი. გამოვიწლა კეპა ვაფშე. და ბოლო შეტევა არის თქვენი მსოფლიო 2022 ბურთი დაცვაშია კი და მითხარით რაგინა. პას გავადით. მოკლე პასი. ხო? თუ შეიძლება. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიამ ჯგუფურ ეტაპზე ორი გიგანტი ესპანეთი და გერმანია ერთნაირი ანგარიშით 2-1 დაამარცხა. მითხარით იაპონელი, რომელმაც ორივე მატჩი გაიტანა. ამას პასუხობს გიორგი. უსამი იყო მეგონა. ეს არ არის სწორი და მეგობრებო დასულდა თამაში, დასულდა ანგარიშით 2-0, რიცუდოვანი იყო ეს ფეხბურთელი. ბუნდესლიგელი. გილოცავთ მეგობრებო, შემდეგ იცოდი, ეტაპზე გადასვლას თქვენ კი ბუნდესლიგა გილოცავთ მოგაყვანა გერმანია. ვერაფერს. წუხვარ, მაგრამ ვერაფერს. თუ შეიძლება 1-2 სიტყვით შევაფასოთ ეს თამაში. გიორგი შეაფასე. კატასტროფა. ჩვენი მხრიდან. მე ვიტყვი რომ ბევრ რაღაცაში თან გაგვიმართლა. არა, ну რაღაცებშიც კარგათაც ვითამაშეთ კიდევაც განსაკუთრებით სანდრო, მაგრამ თავიდან რომ გავიგე ჯგუფი, მე მეგონა რომ აი უპირობოდ ყველაზე კეთმაგარი წყვილი იქნებოდა და ცოტა ნერვიულობდი ამათთან თამაშის წინ, თან მოსაგები რო ქონდა უეჭველი და ბევრ რაღაცაში გაგვიმართლა და პაკეტშიც და კითხვების როგორც დაჯდა კითხვები თუნდაც ისინიც და შესაბამისად გამიხარდა ძალიან ამათთან რომ მოვიგე. ჩვენ ასე ვთქვათ, ბახანეგრე გამოვიდა რომ ყველასთვის ფავორიტები ვიყავით. პირველი ალბათ აფსეტი ჩვენი არის. თვითონ თამაშის ფორმატი საინტერესო არის. ხო, შეიძლება რაღაც გამართლების მომენტი ყოფილიყო, მაგრამ ბოლო ეს თამაში და წინა თამაშიც უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ სუსტად ვითამაშეთ. და ლოგიკური შედეგი არის თუ ესა პლეიოფს გარეთ ჩებით და წარმატებები ჩვენს პლეიოფში. მადლობა მეგობრებო, მადლობა ყველას. ეს იყო ბურთაობა, გახსოვდეთ რომ ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი მთლიანად მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორი და პარტნიორი არის Coca-Cola. გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე. შეიძინე Coca-Cola და Fanta ყვითელი თავსახურით და ჩაერთე გათამაშებაში. მოიგი ავტომობილი Kia EV6 და სხვა პრიზები. შექმენი და უიწყარი მომენტები Coca-Cola-სთან ერთად.